დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ პირველ რიგში შაბათს მოსვლისათვის, ვიცი რა რთული არის გამონახოთ დრო ასეთ დატვირთულ ემოციურად და დატვირთულ გრაფიკში. ჩვენ დღეს ვილაპარაკებთ მე მანანა რატიანი, განათლების სკოლის ასოცირებული პროფესორი და ჩემთან ერთად არიან ჩვენი კურსდამთავრებული განათლების ადმინისტრირების მარია მუძილაური და ასევე ჩვენი სტუდენტი რუსლან ომაროვი. ასე რომ მე მგონია ეს პერსპექტივა უფრო მეტად დაგანახებთ თუ რას ვაკეთებთ განათლების სკოლაში. და მინდა ვილაპარაკო ორი მიმართულებით. პირველ რიგში რა თქმა უნდა, აქ უმრავლესობამ იცის თუ რას პრობლემებთან გვექნება საქმე ამ რეფორმის განხორციელების შემთხვევაში. ჩვენ ვილაპარაკებთ რა თქმა უნდა განათლების მიმართულების კუთხით და ამავდროულად ვილაპარაკებთ თუ რას გააკეთებს რეფორმა და ეს არის უფრო მეტად მიმართული იმისაკენ რომ დაიქვემდებაროს ყველაფერი, ცენტრალიზება მოახდინოს მთლიანად შინაარსების და ამ საფრთხეებზე თუ რა შეიძლება მოყვეს ცენტრალიზებას. პირველ რიგში დავიწყებთ იმით, რომ ყველამ ვიცით და არავისთვის არ არის რაღაც ახალი, თუ კი ვიტყვი, რომ რა მნიშვნელობა აქვს კვალიფიციური მასწავლებლების არსებობას ნებისმიერი ქვეყნისათვის და ეს რა თქმა უნდა არ არის მხოლოდ ლამაზი სიტყვები იმისათვის, რომ მასწავლებლებს შევძინოთ მეტი რწმენა საკუთარ პროფესიაში. ამაზე უამრავი კვლევა არსებობს და მათ შორის ვთქვათ, ერთ-ერთი კვლევა მიუთითებს, რომ თუ კი ჩვენ მასწავლებლებს შედარებით დაბალი კვალიფიკაციის 5% მასწავლებლებისას ჩავანაცვლებთ უფრო მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებლების, თითეული მოსწავლის მომავალზე ეს დადებითად აისახება და პირდაპირ დათვლილი არის რეიჩეტის მიერ და მისი კოლეგების, რომ ეს შეიძლება იყოს წელიწადში $1000-ზე მეტი მისი კეთილდღეობა გაუმჯობესდება ამ მიმართულებით. ამდენად ჩვენ ვხედავთ, რომ თითქოს და კარგ მასწავლებელს რამხელა გავლენა, გრძელვადიანი გავლენა შეიძლება იქონიოს თითეულ მოსწავლეზე და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, აქ საუბარია იმაზე, რომ მოსწავლეს უქმნის იმ საბაზისო ცოდნას, რაზეც მომავალში დააშენებს მთელ თავის გამოცდილებას, ახალ ცოდნას და ამავდროულად შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების უკეთ რეალიზებას. და სწორედ ამას აკეთებს განათლების სკოლა, რომ ცდილობს უნივერსიტეტების საქმე სწორედ ეს არის, რომ შექმნას, გამოუშვას ისეთი მასწავლებლები, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა აი ამ თანამედროვე გამოწვევების პირობებში, როდესაც მასწავლებელი არ არის ის ადამიანი, რომელსაც მხოლოდ საგნის ცოდნა მოეთხოვება, გამოუშვას ისეთი კადრები, რომლებსაც აქვთ უნარი აი ამ მომავლის გარდამტეხ პერიოდში, როდესაც ტრანსფორმაცია ხდება ძირეული, მისცეს ახალგაზრდას ეს შესაძლებლობები. და რას აკეთებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი? აქ ალბათ უნდა ითქვას, რომ თავად პროფესურა, ჩვენი კოლეგები დაკავებულები არიან იმით, რომ არა მხოლოდ მათ აქვთ გამოცდილება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე და ისინი ვთქვათ სხვადასხვა ორგანიზაციებში, კვლევებში მონაწილეობდნენ და თავად არიან შემქმნელები ახალი ცოდნის, არამედ ამავდროულად ჩვენ გვაქვს პროგრამები, რომლებიც ძალიან დინამიურია თავისი შინაარსით და მუდმივად განვითარებაზე არის ორიენტირებული აი ამ პროგრამების თითეული ჩვენი კოლეგა. და ამავდროულად უნდა ითქვას, რომ ეს არ არის მხოლოდ რაღაც ერთობა ჩვენი კოლეგების, არამედ ეს ამავდროულად არის ღიაობა, რაშიც მე მინდა ვიგულისხმო სწორედ ის, რომ ჩვენი პროგრამები, ჩვენი კურსები, საკითხავი მასალა, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი საკუთრება და ჩვენ მას არ ვუყურებთ როგორც საკუთარს, არამედ ვფიქრობთ სახელმწიფოს განვითარებაზე და განათლების მიმართულების განვითარებაზე და სხვა რეგიონული უნივერსიტეტები ხშირ შემთხვევაში ჩვენი პროგრამების ბაზაზე ქმნიან საკუთარ პროგრამებს და ჩვენ მათ აი ამას აბსოლუტურად უშურველად ვუზიარებთ. ეხლა მივყვეთ რამდენიმე მიმართულებაზე თუ რას აკეთებს ჩვენი პროგრამა, ვიდრე ვთქვათ აი იმ შინაარსზე გადავიდოდე. პირველი ალბათ უნდა ითქვას, რომ ჩვენ გვაქვს ამავდროულად სკოლებთან ერთგვარი ქსელი, რაც მგონია რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ჩვენი
ჩვენი სტუდენტებისათვის და ამ ქსელში იგულისხმება რომ სკოლებთან ჩვენ ისეთი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა რომ თავად სკოლა რა თქმა უნდა მაქსიმუმს აკეთებს ჩვენი სტუდენტების მომავალ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში და ამავდროულად ჩვენის მხრივ ჩვენი სტუდენტები ეხმარებიან მათ ადგილზე საჭიროებების იდენტიფიცირებაში და კვლევების წარმოებაში აი ამ პრობლემების მოსაგვარებლად. რაზეც წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლას არ ეყოფოდა დრო, ადამიანური რესურსები, რომ აი ეს პრობლემები თავისით აღმოეფხვა და მას გარედახმარება ისედაც სჭირდებოდა. ასე რომ აი ეს არის ორმხრივი თანამშრომლობა და ორმხრივი სარგებელი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენ სკოლებისათვის. და ამავდროულად აი ჩვენი ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოს ყველაზე მეტად არ აინტერესებს, ეს არის ინტეგრირებული დაწყებითი განათლების საფეხური, რაშიც გულისხმობ იმას, რომ მე მგონი ხმის პრობლემა რა. ისმის რაშიც ტელეფონი გადადეთობა. კი, ყველაფერი გამორთულია. და რაც აღმოჩნდა რომ დაწყებით საფეხურზე აი რომ წარმოვიდგინოთ ვინ არის დაწყებითის მასწავლებელი საზოგადოებაში არის ძალიან მცდარი წარმოდგენები რომ ამ საფეხურზე ყველა შეუულია ასწავლოს რადგან წერა-კითხვა ყველა მიცის 33-ასო ყველა მიცის არითმეტიკა ყველა მიცის და შესაბამისად ყველაზე ადვილი არის სწორედ დაწყებითის მასწავლებლობა სინამდვილეში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული საფეხური რადგან აქ მრავალ საგანს ასწავლის მასწავლებელი თავისთავად ცხადია და ასაკობრივად ყველაზე რთული პერიოდია, იმიტომ რომ მისი ბავშვობა ერთგვარად მთავრდება და ის შემოაბიჯებს ფორმალურ განათლებაში, ხო? და ჩვენი დაწყებითის მასწავლებლები ასწავლიან მშობლიურ ენას, მათემატიკას, ბუნებისმეტყველებას და ამავდროულად არჩევითად ირჩევენ საზოგადოებრივი მეცნიერების ან სპეციალური მასწავლებლის კომპეტენციების შესწავლას. და ამას ყველაფერს აკეთებდნენ 5 წელიწადში და ამავდროულად მე-5 წელს ატარებდნენ მთლიანად სკოლაში, სადაც ატარებენ გაკვეთილს, აკვირდებიან მასწავლებლის პრაქტიკას და თავადაც აწარმოებენ დიზაინის კვლევას, ხომ? შესაბამისად, აი ამ ყველაფრის დაფარვა 5 წელიწადში საკმაოდ ამბიციური იყო თითოეული ახალგაზრდისათვის და ჩვენ სადღაც საშუალოდ 50 სტუდენტის მიღებას ვახერხებდით ამ პროგრამაზე და მათგან უნდა ითქვას, რომ 10-ზე მეტი იყო ხოლმე არაქართულენოვანი თემის წარმომადგენლები, რაც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ჩვენი სახელმწიფოსათვის, იმიტომ რომ სწორედ ინტეგრაციას უწყობს ხელს ამ თემისა და აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ამ სკოლებში ძირითადად არ არის ამ სკოლებში ძირითადად არის კვალიფიციური მასწავლებლების საგრძნობი დეფიციტი და ამაზე მეტყველებს თუნდაც ნებისმიერი საერთაშორისო კვლევა, TIMSS-ის, PIRLS-ის, PISA-ს კვლევები, რომელიც გვიჩვენებს, რომ სწორედ ამ სკოლებში არის კიდევ უფრო დაბალი დონე, ვიდრე სხვა დანარჩენ სკოლებში. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური მასწავლებლები და დაწყებითის განათლების პროგრამა აღმოჩნდა ისეთი პროგრამა, რომელზეც სახელმწიფომ არანაირი მიღება არ გამოაცხადა და პირიქით ეს პროგრამა მთლიანად გააუქმა. და რომ გადავხედოთ, თქვათ, მოთხოვნას, რამდენად არის მოთხოვნა ამ მასწავლებლებზე, ჩვენი კურსდამთავრებულების 240 გვყავს დღემდე ასეთი, 95% დაწყებით საფეხურზე არის დასაქმებული, რაც მგონია, რომ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და თუ კი მოთხოვნას საერთოდ საქართველოს მასშტაბით გადავხედოთ, არის 6200 ვაკანსია იყო გამოცხადებული დაწყებითის მასწავლებლების ბოლო 6 წლის მანძილზე. ანუ თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თუ რა მასშტაბის საჭიროება არის ამ პროფესიონალების და დღეს სახელმწიფომ როდესაც მთლიანად გააუქმა ეს საფეხური ნიშნავს რომ კარს გაუღებს სკოლა ვაკანსიების გამოცხადებისას არაპროფესიონალ კადრებს რაც ნამდვილად სავალალო იქნება და ძალიან რთული იქნება ამ შედეგების შემდგომში აღმოფხვრა. მეორე პროგრამა რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და მართლა ძალიან შეგვტკივა ამ პროგრამაზე გული ეს არის განათლების ადმინისტრირება
განათლების პროგრამა, რომელზეც ჩვენ გვაქვს ორი მიმართულება ზოგადი განათლების და აქ ხედავ ჩვენს სტუდენტებს, დიდი მადლობა მოსვლისათვის დღეს და თქვენს მე კარგი იქნება თუ ჩაერთვებით თქვათ ამ პროცესში და თქვენ მოსაზრებებს გამოთქვამთ და ასევე უმაღლესი განათლების მიმართულებით. და წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ აქ ვახერხებთ 2 წლის განმავლობაში საშუალო რგოლის მენეჯმენტის განვითარებას, ხელშეწყობას, მათი თქვა 80%-ზე მეტი საქმდება ამ მიმართულებით და ვინც უკვე დასაქმებული არის შესაბამისად საგანმანათლებლო ინსტიტუციებში, ისინი მათ პროფესიულ განვითარებას ეწყობა ხელი ამ პროგრამის საშუალებით. და პროგრამაზე ასევე უნდა ითქვას, რომ დასაქმების მაჩვენებლის გარდა მოთხოვნა არის ძალიან მაღალი. ჩვენ ვღებულობთ საშუალოდ წლის მანძილზე 40-დან 50-მდე სტუდენტს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, კონკურსი არის და მოთხოვნა ამ პროფესიაზე ძალიან მაღალი და სახელმწიფო მაგ გითხრა, რომ 5 კვოტა მოგვცა მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, ანუ წელს ჩვენ შევძლებთ მხოლოდ 5 სტუდენტის მიღებას. რაც მართლაც წარმოუდგენელია, თუ კი ქვეყანა ფიქრობს იმაზე, რომ თუნდაც განვითარებისკენ მიმართული რეფორმები გაატაროს განათლების სისტემაში, რა თქმა უნდა, განათლების პროფესიონალების ლიდერების გარეშე ამ პროცესის წარმართვა უბრალოდ შეუძლებელი არის. მესამე პროგრამა, რომელიც ვთქვათ, ახალი არის შედარებით, ეს არის სკოლამდელი ადრეული განათლების საფეხურის და ჯერ კურსდამთავრებული ამ მიმართულებით არ აქვს, თუმცა ჩვენ თითოეულმა ჩვენთანმა ვიცით, რას ნიშნავს სკოლამდელი განათლება და რამდენად მნიშვნელოვანი არის აქ ჩადებული ყოველი $1 $7 უგებას იძლევა მომავალში, ხო? ანუ ყოველი წელი გატარებული სკოლამდელ განათლებაში, ფორმალურ განათლებაში შედგომ იძლევა ძალიან კარგ უგებას განათლების სისტემაში და ჩვენ ვიცით, რომ ამ მიმართულებით პროფესიონალების უფრო დიდი დეფიციტი არის, ვიდრე სასკოლო საფეხურზე და უმაღლესის საფეხურზე და ამ მიმართულებითაც 20 მეტი, რა თქმა უნდა, ადგილი არ მოგწეს, ხო? რა ძალიან სამწუხარო არის და ეს აღზრდელ მასწავლებლების პროფესიას ასევე, რომელიც ეხლა იდგავს საუნივერსიტეტო განათლებაში, რა თქმა უნდა, პრობლემა შეექმნება. შემდეგი ესეთი მიმართულება არის მაინორ პროგრამები, ეგრეთ წოდებული, რომელსაც ჩვენ ერთწლიან პროგრამებს ვახორციელებთ და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ძირითადად, როდესაც პროფესიას ირჩევენ ხოლმე სკოლის შემდეგ ახალგაზრდები, მათ ესეთი ჩამოყალიბებული ხედვა არ აქვთ, რომ ადამიანის მასწავლებლობა უნდა. და შესაბამისად, ეს მაინორი პროგრამები საშუალებას იძლეოდა იმისაც, რომ დაეწყოთ სწავლა და შემდეგ უკვე ეცადათ მეორე კვალიფიკაციის მიღება მასწავლებლობის მიმართულებით. და ამ პროგრამებში სერიოზული პრობლემა გვაქვს, იმიტომ რომ 20 ადგილი არის მხოლოდ გამოცხადებული, ასევე ვთქვათ, თავდაპირველად უნდა შემოხაზოს მასწავლებლობა სკოლიდან და ეს, რა თქმა უნდა, გართულდება, თუ კი ვთქვათ, სახელმწიფო ინტერესი არ ჩანს და სახელმწიფო თვითონ ამ პროფესიას არ უყურებს როგორც პრესტიჟულ პროფესიას და არ ზრდის, ვთქვათ, დაინტერესებას და პოპულარობას ამ პროფესიისადმი. რაც ასევე მნიშვნელოვანი არის, ჩვენ გვაქვს აი ესეთი დამოუკიდებელი 60 კრედიტიანი პროგრამები, რაც გულისხმობს იმ ახალგაზრდებს, პროფესიონალებს, რომლებსაც უკვე განათლება სხვა მიმართულებით აქვთ მიღებული, მათ ეძლევათ საშუალება, რომ კვალიფიკაცია შეიძინოს და სასერტიფიკატო ერთწლიანი კურსი გაიარონ და ამის შემდეგ უკვე მასწავლებლობა დაიწყონ. 14 მიმართულებით გვაქვს ეს პროგრამა, სადაც ყოველწლიურად 200-მდე ახალგაზრდას ვღებულობდით და აქაც დაინტერესება მაღალი არის, ხო? და აქ უნდა ითქვას, რომ ჯერ არ ვიცით თუ რამდენი იქნება კვოტა და რამდენს მოგცემენ ამ მიმართულებით, ჯერ არ მიგვიღია ინფორმაცია ამის შესახებ, თუმცა უნდა ითქვას, რომ აქ გვაქვს უნიკალური პროგრამები, მაგალითად გერმანული ენის პროგრამა, რომელიც არის იენის უნივერსიტეტთან ერთგვარად უნიკალური და გოეთეს ინსტიტუტთან ერთობლივად ხორციელდება და შესაბამისად ისინი იღებენ აი ესეთ საერთაშორისო სერტიფიკატს ჩვენი კურსდამთავრებულები. მხოლოდ 10 ადგილია ამ მიმართულებით საბაკალავრო პროგრამაზე გამოცხადებული. ასევე გვაქვს ესეთი უნიკალური პროგრამა, რომელიც სხვა უნივერსიტეტებში არ არის, ეს არის ქართული როგორც მეორე ენის პროგრამა და ჩვენ აქ ვიცით, რომ საქართველოში არაქართულენოვან სკოლებში ქართულს ასწავლიან მასწავლებლები, რომელთა ენის ცოდნის დონე ხშირ შემთხვევაში ბერც არ აღემატება.
და აქედან გამომდინარე თქვენ ხვდებით თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ამ პროგრამის არსებობა და ამ პროგრამის შეწყვეტამ რა სერიოზული პრობლემები შეიძლება გააღრმაოს ამ თემში, რომელთა ინტეგრაციისათვის მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო განათლება და ის რომ უნივერსიტეტის კარი ყოველთვის მათთვის ღია იყოს. ამავდროულად კიდევ ერთ პროგრამაზე ვიტყვი, რომელთა შესახებაც ჯერ ბევრი არ ვიცით და ვიცით რომ აპრილში აკრედიტაცია ექნება საერთაშორისო და ფინელებთან ერთობლივად დაიწერა ეს პროგრამა, მომავალი უმაღლესი განათლების მკვლევარების გამოშვება მოხდება და 20 ადგილი იქნება განსაზღვრული. ტამპერეს უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად ამ პროგრამას გაივლის 20 ახალგაზრდა და ჩვენი პროფესორების გვერდიგვერდ ეს პროფესორები იქნებიან ჩართული მომზადებაში. ეხლა მოდით გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე და შემდეგი ნაწილი ალბათ იქნება ის, რომ რატომ ამბობს სახელმწიფო ამ ყველაფერზე უარს, რა შეიძლება იდგას ამ ყველაფრის უკან გარდა პოლიტიკური მდგენელისა. ალბათ პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ძალიან ადვილი არის ხოლმე ჰიბრიდული დემოკრატიის და ავტოკრატიის ტიპის ქვეყნებში ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვუყურებთ ხოლმე, რომ განათლებაში მსგავსი ტიპის ცენტრალიზების გადაწყვეტილებებს, როდესაც იღებენ, ამართლებენ ხოლმე ხარჯდეფექტურობით, ხარისხით, კონტროლის მექანიზმებით, ანგარიშვალდებულებით. ანუ ხშირ შემთხვევაში გვესმის ხოლმე ისეთი ფრაზები და სიტყვები, რომელთა წინააღმდეგაც ფაქტობრივად ვერ წახვალ. რაჯობია იმას, რომ იყოს ხარჯდეფექტური საგანმანათლებლო სისტემა. ან რაჯობია იმას, რომ ხარისხი უფრო მეტად კონტროლირებადი იყოს. მაგრამ სინამდვილეში უმაღლეს განათლებას ზედმეტი კონტროლი არ უყვარს და აი ამაზე ფინურ გაკვეთილებზე წერს პასი სალბერგი, რომელსაც აქვს ძალიან საინტერესო კვლევა და იქ სწორედ წერია, რომ აი ცენტრალიზების რისკი ძალიან მაღალი არის, ერთიანი კურიკულუმის არსებობა, ასევე ერთიანი რაღაც ტესტირების და შეფასების ძალიან უნიფიცირებული სისტემის არსებობა და ამავდროულად ანგარიშვალდებულების გააზრდა. მაგრამ ამის საპირისპიროდ ფინეთის მაგალითზე მას მოყავს და შლის თემას, თუ რამდენად განსხვავებულად იქცევიან ადამიანები, რომლებიც არიან განათლების სისტემაში, სადაც არის მაღალი ნდობის ხარისხი და მეტი თავისუფლება. და სწორედ ამ წარმატებას ხშირ შემთხვევაში ფინური განათლების სისტემა სწორედ მიაწერს იმას, რომ ბევრად უფრო მეტად ენდობიან ადამიანებს, რომლებიც არიან, ისინი უფრო მაღალი კვალიფიკაციის არიან, ვინც განათლების სისტემაში მოდიან და შესაბამისად მათ ნაკლები კონტროლიც სჭირდებათ. აი საქართველოში ამის საპირისპიროდ ხშირად ისმის ხოლმე კითხვა, რომ ჯერ არ არის დეცენტრალიზაციის დრო, იმიტომ რომ ჩვენ არ გვყავს კვალიფიციური კადრები ადგილზე. და ამ შემთხვევაში რაღაც ემსგავსება ხოლმე ეს ყველაფერი იმას, რომ კვერცხი თუ ქათამი უფრო ადრე იყო ხოლმე, ხო? როდის მოვა ეს დრო, როდესაც ჩვენ შევძლებთ საგანმანათლებლო ორგანიზაციებს აი ეს თავისუფლება გადავცეთ, რომ თავად განსაზღვროს თუ როგორ ასწავლოს და რა ასწავლოს, ხო? და ფაქტობრივად ძალიან ადვილია, რომ ყოველთვის გამონახო მიზეზები, თუ რატომ არ უნდა გააძლიერო ინსტიტუცია და რატომ არ უნდა მისცე მას საშუალება, რომ თავისით რაღაც განსაზღვროს, იმიტომ რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში ძალიან კარგად ვიცით, რომ ცენტრალიზებულად გადაწყვეტილებები, როდესაც მიიღება, ის ერთგვაროვნად არ მუშაობს, თქვათ სკოლის დონეზე რო ავიღოთ 2080 საჯარო სკოლაში ვერ იმუშავებს ერთნაირად, რადგან სკოლების ნაწილი არის ქალაქებში, ცენტრალური მდებარეობაც განსხვავებას განაპირობებს, გარეუბანშიც მდებარეობაც რაღაც განსხვავებულ სპეციფიკას ძენს ხოლმე ამ სკოლას, სასოფლო დაბების დასახლებაში, მაღალმთიან დასახლებაში, არაქართულენოვან თემში დასახლებულებისათვის, აი ეს ერთგვაროვანი კურიკულუმი ძალიან ცუდად მუშაობს. და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ადგილზე ბევრად უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ ხოლმე. მეორე ალბათ რაც აი ეს ცენტრალიზებასთან დაკავშირებით, როდესაც ვლაპარაკობთ, ალბათ მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ესეთი მკვლევარი არის მიშელ ეფლი, რომელიც წერს, რომ ის ვინც ქმნის კურიკულუმს, წყვეტს რა ეწერება შიგნით. და ჩვენ სისტემაზე რომ გავაიგივეოთ ეს ყველაფერი, ალბათ არის ის, რომ დიახაც თუ კი ვთქვათ, ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიმღებები 1952-ში დახურულ კარს მიიღმა გადაწყვეტენ თუ რა ჩაიწეროს კურიკულუმში, რა თქმა უნდა, მათი ნარატივი პოლიტიკური მდგენელი ძალიან დიდად წილად იქნება წარმოდგენილი ამ სტანდარტებში და ვთქვათ OECD-ის კვლევებიც ადასტურებს, რომ
როდესაც აი ეს გაშლილი არის უფრო მეტად, გამჭვირვალე არის და ჩართული არიან სხვადასხვა მხარეები, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ლოკალურ გარემოზე ადაპტირებულ, აი ამ საერთო ჩარჩოს ფონში ჩვენ ვღებულობთ უკეთეს კურიკულუმებს, რომლებიც უფრო მდგრადი არის და უკეთესად მუშაობს. და როდესაც ვლაპარაკობთ ცენტრალიზებაზე, ხშირ შემთხვევაში ისმის ხოლმე, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც ძალიან კარგ შედეგს იძლევიან ცენტრალიზების პირობებში, ხომ? და ამ ქვეყნებს შორის ალბათ უნდა ხაზი გაესვას აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს, რომელთაც აქვთ უფრო მეტად ცენტრალიზებული საგანმანათლებლო სისტემები, ხომ? იქნება ეს სინგაპური, იქნება ეს იაპონია თუ სხვაები. და მართლაც მათ შედეგებს რომ შევხედოთ, რიგ შემთხვევებში აჩვენებენ განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო და ზუსტ მეცნიერებებში ძალიან მაღალ შედეგებს, ხომ? სადაც უფრო მეტი ალბათ კვალიფიციური კადრები განაპირობებენ ამას, სტანდარტი, რომელიც მაღალი დონის არის, რა თქმა უნდა, და ამავდროულად ძალიან ესეთი წესრიგი საგანმანათლებლო ინსტიტუციებში, ხომ? მაგრამ ეს ყველაფერი უფრო ძნელად ითარგმნება ხოლმე ისეთ საგნებში, როგორიც არის, თქვათ, სოციალური მეცნიერებების საგნები, ჰუმანიტარული საგნები, სადაც უფრო მეტი, თქვათ, აქცენტი კეთდება კრიტიკულ ანალიზზე და როდესაც აი ამ ყველაფერს ვუყურებთ, რა თქმა უნდა, ცალსახად ჩანს, რომ ქვეყნები, სადაც უფრო მეტი დემოკრატიის მაღალი ხარისხი არის, ქვეყნები, სადაც უფრო მეტი კვალიფიციური კადრი არის, უფრო მეტად დეცენტრალიზებული სისტემა არის და დეცენტრალიზებული სისტემა თავის თავში გულისხმობს მრავალფეროვნებას, რაც არავითარ შემთხვევაში არავის არ უნდა აშინებდეს. და არა იმას, რაც ხდება ჩვენთან, რომ აბა თუ კი რომელიღაც სკოლაში სხვანაირად ასწავლის მასწავლებელი, თუ კი მოსწავლე სხვა სკოლაში გადავა, რა ეშველება მას, თუ ზუსტად იმ თანმიმდევრობით არ აქვს გაკვეთილები გავლილი, ხო? ანუ ცენტრალიზების ცდუნება ძალიან მაღალი არის ჩვენნაირ ქვეყნებში და ამის პარალელები შეგვიძლია გავავლოთ მაგალითად უნგრეთთან, რომელმაც ბოლო წლებში ორბანის რეფორმის ფარგლებში სწორედ აი ეს მსგავსი ცენტრალიზების მოდელი გაატარა მთლიანად სისტემაში და სახელმძღვანელოებიდან მთლიანად ამოიშალა კრიტიკული თეორიები და შესაბამისად აი ეს შინაარსიც ბევრად უფრო ერთფეროვანი გახდა. იგივე შეიძლება ითქვას რუსეთის მოდელზე, სადაც ჩვენ ვნახეთ, რომ აი ბოლო პერიოდში რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ სახელმძღვანელოებიდან ის რაც დარჩენილი იყო მთლიანად ამოიშალა და მთლიანად შეიცვალა ისტორია, ხომ? ფაქტობრივად ისტორია იკითხება ისე, როგორც გადაწყვიტა სამთავრობო ვერტიკალმა და როგორც გადაწყვიტეს პოლიტიკურმა გადაწყვეტილების მიმღებებმა. აქედან გამომდინარე, დიახაც დღევანდელი რეფორმა აჩენს ძალიან დიდ შიშს, რომ ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა დაემსგავსება ყველა ერთმანეთს, მით უმეტეს ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქის ფარგლებში, ფაქტობრივად აი ეს ინტელექტუალური კონკურენციის და მრავალფეროვნების სივრცე აღარ რჩება და შესაბამისად ახალგაზრდებს ესეთი არჩევანი უკვე აღარ ექნებათ, თუ სად წავიდნენ და გადაწყვეტილება მიიღონ არა მხოლოდ პროგრამის მიხედვით, არამედ უნივერსიტეტის მიხედვით, რამდენად ის ახლოს არის მათთან, არამედ მათ უკვე ფაქტობრივად ეზღუდებათ განათლების ხელმისაწვდომობა და არჩევანი და შესაბამისად უნდა ითქვას, რომ აი ამ ცენტრალიზების სისტემაში, სადაც თქვათ აი ეს ჩარჩო განსაზღვრული უნდა იყოს და როგორ ასწავლის, ამას უკვე თვითონ ინსტიტუცია და თვითონ თქვათ ადამიანები და პროფესურა უნდა იღებდეს ამ გადაწყვეტილებას. დღეს თუ ამის ელემენტები ჯერ კიდევ არის დარჩენილი, ხვალ ფაქტობრივად აი ამის ადგილიც აღარ დარჩება ჩვენთან განათლების სისტემაში და შესაბამისად მთლიანობაში გამოდის, რომ განათლება იქნება ერთგვარად პოლიტიკური ნარატივის გამტარებელი ადგილი. ამდენად მე მგონია, რომ ეს წინააღმდეგობა აუცილებელი არის, რომ აღუდგეთ წინ იმას, რომ ყველა ერთ ხმაზე ლაპარაკობდეს და ფაქტობრივად ყველა ერთ და იგივე სწავლობდეს და ამას ყველაფერს დავარქვათ განათლების ხარისხი.
მე მინდა ახლა სიტყვით გადავიდე ჩემს კოლეგებთან, ახალგაზრდებთან და მარიამის წარდგენისას ალბათ ვიტყვი იმას, რომ როდესაც მარიამი თავის კურსელებთან ერთად მუშაობდა პრაქტიკის კვლევაზე, ეს იყო რაღაც 3 წლის იყო, 3 წლის იყო დაიწყე მუშაობა, მთლად შემისწორებ, თვითონ მართალი ვარ და მიქნიე თავი. ხო, და ისინი შევიდნენ სკოლაში, სადაც აკეთებდნენ კვლევას თუ სკოლაში როგორ უნდა ინტეგრირდეს ხელოვნური ინტელექტის სწავლება და ძალიან მაღალი ამბიციები ჰქონდა სკოლასაც, რომელმაც ეს კვლევა დაუკვეთა და ასევე ჩვენ ახალგაზრდებმა ძალიან საინტერესო კვლევა შეექმნეს. და დღევანდელ დღეს ვხედავთ, რომ აი ეს ყველაფერი ცვლილებები, რაც მიმდინარეობს ჩვენს ირგვლივ და რასაც უმაღლესი განათლება ფეხს უნდა უწყობდეს და პირიქით ჩვენ სხვა თემებზე უნდა ვფიქრობდეთ და ვსჯელობდეთ დღევანდელ დღეს, ჩვენ გვიწევს იმ ელემენტარულის მტკიცება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ თუ არა გამსაზღვრელი იმისა, თუ რას ვასწავლით და როგორ ვასწავლით. ასე რომ ახლა მარიამს გადავცემ სიტყვას. მადლობა მარიამ. ისმის კარგად. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა. მე დღეს მინდა გესაუბროთ უშუალოდ იმ საკითხებზე და იმ თემებზე, რაზეც ამ 2 წლის განმავლობაში ჩემს კურსელებთან ერთად მუშაობდით, რა თემებსაც ვიკვლევდით, რა თემებსაც განვიხილავდით მასწავლებლებთან, კონკრეტულ სკოლებთან, რადგან ვფიქრობ, რომ ეს უფრო ხელშესახები იქნება, უფრო კარგად დავინახავთ ამ პროგრამის მნიშვნელობას და გავიაზრებთ იმ საჭიროებას, რის წინაშეც ზოგადად ჩვენი ქვეყანა დგას და განსაკუთრებით რა თქმა უნდა განათლების სისტემა. პირველ რიგში დავიწყებ რამდენიმე თემის ჩამოთვლით, რაზეც ჩვენ ვიმუშავეთ პრაქტიკის კვლევის სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში. ტექნოლოგიებით მხარდაჭერილი სწავლების მოდელის განვითარება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, საბაზო საშუალო საფეხურის მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა, პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა საბაზო საფეხურზე, საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ციფრული მოქალაქეობის კომპეტენციების განვითარება, რუხის სკოლის მაგალითზე. და რატო ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ჩვენ უშუალოდ კონკრეტულად სკოლებში მუშაობდით და ეს სკოლები არ მოიცავდა მხოლოდ თბილისს, ეს სკოლები იყო თუნდაც სხვადასხვა რეგიონში, სასაზღვრო ზოლთან და ძალიან ბევრ ისეთ სკოლაში, სადაც უბრალოდ სხვა საშუალება არ აქვთ და ეს თანამშრომლობა უნივერსიტეტსა და სკოლას შორის ძალიან კარგად ითარგმნებოდა ჩვენს აქტივობებში და მოგიყვებით როგორ გაგრძელდა შემდეგ ეს პრაქტიკაში და როგორ განვითარდა უშუალოდ სამაგისტრო ნაშრომის დასრულების შემდეგაც. პირველ რიგში რატო დავიწყე ამ თემებით? იმიტომ რომ ვფიქრობ, ეს თემები ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ განათლების სფეროში ჩართული ადამიანებისთვის, არამედ ზოგადად საქართველოში მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის. მე მაგალითად, როდესაც დავამთავრე სკოლა, ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით და 4 წლის მერე აღმოვაჩინე, რომ თურმე ამ სფეროში მე ჩემ თავს ვერ ვხედავდი, თურმე ეს სფერო არ მაინტერესებდა და ეს ყველაფერი გამომდინარეობდა იქედან, რომ არ არსებობდა პროფესიული ორიენტაციის არც კურსები, არ არსებობდა საუნივერსიტეტო მრჩეველი და ფაქტობრივად არც ახლა არსებობს, თუ კერძო სკოლებს აქვთ ეს ფუფუნება, საჯარო სკოლებს უდიდეს ნაწილს ეს ფუფუნება არ აქვს. მოსწავლეები დღეს თუ ინტერნეტით, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ცდილობენ თავისი უნარების განსაზღვრას, თავისი ინტერესების სფეროს გამოკვეთას, ძალიან ბევრ წარმატებულ განვითარებად ქვეყნებში ეს არის უშუალოდ სკოლის ნაწილი, ზოგ ქვეყანაში ეს სასკოლო საგანიც არის და სწორედ აქედან არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ ჩვენი კურსის განმავლობაში მუშაობდით სკოლებთან, ვესაუბრებოდით მასწავლებლებს თუ რა მნიშვნელოვანია პროფესიული ორიენტაცია, ვასწავლიდით ასევე მეთოდებს, როგორ შეიძლება მოსწავლეს დაეხმარო საკუთარი უნარების აღმოჩენაში, საკუთარი ძლიერი, სუსტი მხარეების დაკვირვებაში, აღმოჩენაში, როგორ შეიძლება შენი ინტერესის სფეროს მოძებნა და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იქნებოდა შემდეგ დამხმარე და
აუცილებლად იქნება დამხმარე იმისთვის, რომ ჩვენ რაღაც პროფესიებში შესვლა არ დაგვაგვიანდეს. იმისთვის, რომ ის მობილობის მზარდი რაოდენობა რაც გვაქვს, შემცირდეს და როგორც გითხარით, მე ჩემს პროფესიაში შესვლა იმიტომ დამაგვიანდა, რომ მე არ ვიცოდი ჩემი უნარები, როგორ უნდა განმესაზღვრა, როგორ უნდა მეპოვა, რაში ვარ ძლიერი, რა მაინტერესებს და ასე შემდეგ. ჩვენი კურსის განმავლობაში სამაგისტრო ნაშრომი, ჩვენი კურსელები ორი ჯგუფი მუშაობდა ამ თემაზე და როგორც ვიცი, ამ კონკრეტულ სკოლებში ძალიან კარგი შედეგი აჩვენეს, მასწავლებლებს დაანახეს პირველ რიგში საჭიროება ამ ყველაფრის და მოსწავლეებთან მუშაობაც ძალიან საინტერესო იყო. ეხლა უშუალოდ გესაუბრებით ჩემს სამაგისტრო კვლევაზე, სამაგისტრო ნაშრომზე. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს სკოლა მოსწავლისთვის არის უინტერესო, ჩვენ აუცილებელია, რომ ვიფიქროთ ახალ მეთოდებზე, მასალების მრავალფეროვნებაზე, მასალების გაციფრულებაზე. ჩვენ ცხოვრობთ იმ მოცემულობაში, როდესაც მოსწავლეს სკოლის გარეთ ორ წამში შეუძლია ინფორმაციის მოძიება. შეუძლია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ძალიან ბევრი საკითხის მოძიება და ამ მრავალფეროვნებიდან მოსწავლე შედის სკოლაში, სადაც ხდება ერთფეროვნება, ძირითად შემთხვევაში ხდება დაფა, ცარცი და ტექსტური მასალა, მაშინ როდესაც მას აქვს ფუფუნება, როდესაც არის სკოლის გარეთ, აარჩიოს რა მეთოდით მიიღოს სხვადასხვა ინფორმაცია. იქნება ეს ტექსტური, აუდიო, ვიდეო თუ სხვადასხვა მეთოდი. როდესაც მოსწავლისთვის სკოლა არის უინტერესო, მიზანი განათლების უნდა იყოს ამ სწავლა-სწავლებლის პროცესის გამრავალფეროვნება. და ეს გამრავალფეროვნება ჩვენს დროებაში გამორიცხულია ტექნოლოგიების გარეშე. გამორიცხულია ხელოვნური ინტელექტის გარეშე. ჩვენ გვაქვს რეალობა, როდესაც მოსწავლეები ციფრული კომპეტენციებით უსწრებენ მასწავლებლებს და რა თქმა უნდა იკარგება კავშირი მოსწავლესა და მასწავლებლებს შორის და ეს რაღაც სხვადასხვა ენაზე საუბარს გავს და რა თქმა უნდა ხდება უცხოვება, არც მოსწავლისთვის არის საინტერესო სკოლა და მასწავლებლისთვისაც არის ძალიან დიდი სტრესი. მასწავლებელი სულ არის თავდაცვის გველაბგვესაუბრება რეჟიმიდან, იმიტომ რომ ის მისთვის არავის უსწავლებია ხელოვნური ინტელექტი თუნდაც გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში აქტიურად რამდენიმე წლის წინ და მასწავლებელს საიდან უნდა ესწავლა, საიდან უნდა მიეღო ეს უნარები, რომ მაგალითად დაეწიოს ამ ახალი თაობის განვითარებას. როდესაც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ხელოვნური ინტელექტის როლი, ვთქვათ, სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში, ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ არ ველოდი ამხელა ინტერესს უშუალოდ მასწავლებლების მხრიდან. როდესაც მასწავლებელს დაანახებს საჭიროებას, ის აუცილებლად გამოყვება და აუცილებლად ეცდება ამ აქტივობებში ჩაერთოს. უბრალოდ საჭიროა კომუნიკაცია მასწავლებლებთან, საჭიროა რომ ისაუბროთ ერთ ენაზე და დაანახოთ რომ ეს ხელოვნური ინტელექტი არის უკვე მოცემულობა. ჩვენ აღარ გვაქვს ის უნდა ვასწავლოთ, არ უნდა ვასწავლოთ, მოცემულობა ასეთი, რომ არსებობს, ყველა იყენებს და მოსწავლეებისთვის ეს უკვე ყოველდღიურობა. როდესაც დავიწყეთ ხელოვნური ინტელექტზე საუბარი, თავიდან რამდენიმე მასწავლებელმა გამოთქვა ინტერესი, თუმცა შემდეგ უკვე თითქმის მთლიანი სასკოლო საზოგადოება ჩაერთო, ბუღალტერიც კი, იმიტომ რომ მიხვდა, რომ მისი რუტინული ყოველდღიურობა შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა იმდენად შეამსუბუქოს, რომ ეს დრო სხვა უნარების განვითარებას მოახმაროს და რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ონლაინ შეხვედრები, იყო ფიზიკურად ჩავედით კიდეც ამ სკოლაში და მინდა გითხრათ, რომ ისეთი პროდუქტიული იყო ეს შეხვედრები, თავიდან მეც კი ვერ წარმოვიდგენდი და დღესაც რამდენიმე მასწავლებელი მყავს სოციალურ ქსელში და დღესაც კიდევენ ხელოვნური ინტელექტის დაგენერირებულ სურათებს, მაგალითად მე-12 საუკუნიდან თამარ მეფის, მეფეთ კურთხევის ვიზუალიზაცია და როდესაც ამას შენ უკვე მიუტან მოსწავლეს, ეს რა თქმა უნდა სულ სხვა კუთხით დაანახებ და უფრო საინტერესოდ მიაწვდი იმას, რაც მანამდე მხოლოდ ტექსტურად შეგეძლო. და ეს იმდენად საინტერესო იყო, რომ როდესაც სამაგისტრო ნაშრომი დავამთავრეთ, ჩვენ ძალებით გავაგრძელეთ ისევ ეს საქმიანობა და როგვეგონა, რომ რამდენიმე ათეული მასწავლებელი შეიძლება ვებინარი ჩაგვეტარებინა და ისინი დასწრებულიყვნენ, მქონდა შემთხვევა, რომ 1000-ზე მეტი მასწავლებელი დარეგისტრირდა და ეს შეხვედრები სამწუხაროდ შემდეგ
ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო შეწყდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ აუცილებლად გაგრძელდება და ანუ იმდენად ძვირფასი, იმდენად ღირებული რაღაც იქმნებოდა თუნდაც ამ ურთიერთობით, რომ სამაგისტრო ნაშრომის შემდეგაც გაგრძელდა ეს ყველაფერი. და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მაგისტრატურა და ზოგადად უნივერსიტეტიც არის ეს ხო, როდესაც კონტაქტებს აღრმავებს სკოლასა და უნივერსიტეტს შორის. სკოლა და უნივერსიტეტი აღარ არის რაღაც ცალკე ინსტიტუტები, რომლებიც ერთმანეთის გარეშე არსებობენ. პირიქით ისინი უახლოვდებიან ერთმანეთს და თუნდაც პროფესიული ორიენტაციის კუთხითაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც მოსწავლისთვის უნივერსიტეტი არ აღიქმება მხოლოდ მე-12 კლასის შემდეგ, რომ უნდა შეაბიჯოს ფეხი. მანამდეც აქვს შეხება, მანამდეც არის სხვადასხვა ფაკულტეტების გაცნობა თუნდაც და ეს ძალიან აახლოვებს უნივერსიტეტს, სკოლას და თუნდაც პროფესიულ სასწავლებლებსაც და პროფესიული სასწავლებლების კუთხითაც ვქონდა მაგისტრატურის ამ კურსზე სხვადასხვა მიმართულებით ამაზეც მუშაობდით. თქვენც ახსენეთ წეღან, შეუძლებელია, რომ თბილისის საჯარო სკოლას და მაგალითად გურიის სოფლის რომელიმე სკოლას ჰქონდეს ერთნაირი საჭიროებები, ხო? შეიძლება ფუნდამენტური რაღაც საერთო პრობლემა კონდეთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველა სკოლას აქვს თავისი საჭიროება და სწორედ ამიტომ არის ძალიან საჭირო დეცენტრალიზება, ამიტომ არის საჭირო სკოლის ავტონომია და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ამ კურსის ფარგლებში ჩვენ ვსწავლობდით და ვისწავლეთ, როგორ შეიძლება პრობლემის იდენტიფიცირება. როგორ შეიძლება სკოლაში შეხვიდე, სასკოლო საზოგადოებაში ისაუბრო პრობლემებზე, მოახდინო პრობლემის იდენტიფიცირება და შემდეგ არსებული რესურსების ფარგლებში ეცადო, რომ ამ პრობლემას შეეჭიდო. ეს პროგრამა ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყავდეს კომპეტენტური მენეჯერები სკოლაში, კომპეტენტური სკოლის დირექტორები, მოადგილეები, ადამიანები, რომლებიც სასკოლო ადმინისტრირებაში არიან ჩართულები. ხშირად, როდესაც სკოლას ვახსენებთ, წარმოგვიდგენია ხოლმე მხოლოდ მოსწავლე და მასწავლებელი და მხოლოდ კლასში ურთიერთობა. რეალურად სკოლა ბევრად დიდია, ბევრად მეტ ურთიერთობებს, ბევრად მეტ საკითხს მოიცავს და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ კარგი მენეჯერი უძღვებოდეს სკოლას, იცოდეს მოსწავლის საჭიროებები, გრძნობდეს მასწავლებლებთან სიახლოვეს და ამოდიოდეს მათი საჭიროებებიდან. ამიტომ არის რომ გასული წლების განმავლობაში გატარდა რამდენიმე რეფორმა, მაგრამ რეალურად მასწავლებლისთვის არავის უკითხავს, რა სჭირდება, რა შეხედავს ის პრობლემას. თუ ამ შემთხვევაში ჩვენ არ დავეკითხებით, არ შევეკითხებით მასწავლებელს, ის რა თქმა უნდა არის შანსი, რომ შემდეგ პორტფოლიოს ყიდვაზე რო იყოს საუბრები, ხო? თუ ის ვერ ხედავს საჭიროებას, ის რა თქმა უნდა თავის რესურსს და ენერგიას რაღაც საკითხში ნაკლებად ჩადებს. და სწორედ ეს საჭიროებებიდან გამომდინარე არის საჭირო განათლების ადმინისტრირების მიმართულება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და იმის ნაცვლად რომ დღეს ჩვენ საუბრობდით ამ მიმართულების დახვეწაზე, განვითარებაზე, გვიწევს საუბარი იმაზე, საერთოდ გვჭირდება თუ არა კარგი მენეჯერი სკოლაში და გვჭირდება თუ არა განათლების ადმინისტრირება როგორც მიმართულება. ხო მგონი ეს იყო რისი თქვაც მინდოდა შეგიძლიათ გააგრძელო, ხედავ ასევე ჩემს კურსელებსაც, თუ რაიმეს დამატება უნდათ, შევძლიათ სიამოვნებით. მადლობა. დიდი მადლობა. ეხლა სიტყვას გადავცემთ რუსლან ომაროვს, რომელიც არის ჯერ არ დაუმთავრებია და წელს ასრულებს ჩვენთან განათლების ადმინისტრირების, ზოგადი განათლების მიმართულებით მაგისტრატურას და მე მგონია მისი გამოცდილებაც ასევე ძალიან საინტერესო უნდა იყოს, მით უფრო რომ მას აქვს პირადი შემხებლობა 1+4 პროგრამასთან და შესაბამისად მისი აზრი, მისი ვთქვათ მოსაზრებები და შეხედულებები უნდა ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვუსმენდეთ, იმიტომ რომ გადაწყვეტილებებს ვიდრე მივიღებდეთ. მოგესალმებით პირველ რიგში და მადლობა ყველას რომ დრო გამონახეთ და მოხვედით და მადლობა ასევე ქალბატონ მანანას რომ მოგცა ეს შესაძლებლობა რომ აქ ვისაუბროთ იმ თემებზე რომელიც აქტუალურია ამჟამად. მე მინდა დავიწყო იმით რომ
როგორც მე და დარწმუნებული ვარ ჩემი ასე ვთქვათ კოლეგები და თანაკურსელები ვინც ახლა აქ არიან როცა გადაწყვიტეს ამ პროგრამაზე ჩარიცხვა ჩაბარება დიდად ისეთი ინდივიდუალური და კომერციული მიზნები არ ქონდათ ისეთი პროგრამა რომ რაღაც ალტრუისტული და ისეთი მიზანი უნდა გქონდეს რომ რაღაც ძვირი შეიტანო იმ საზოგადოებრივ საქმეში რომელიც შემდგომში საზოგადოებას გამოადგება და მეც ზუსტად ასეთი მიზანი და ამბიცია მქონდა რა თქმა უნდა და აქამდე სხვათა შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ან ჯავახიშვილში ვსწავლობდი მაინორად მქონდა პედაგოგიკა და იქედან ზუსტად დამეწყო ინტერესი ზუსტად განათლების სფეროზე და ზუსტად ახლა ის პროგრამაც იხურება თუ არ ვცდები და ესეც არის ალბათ ერთ-ერთი რამ რაც თავიდანვე უნდა ვთქვა და რაც შეეხება ზოგადად პროგრამას ხო როცა ჩავირიცხე ეს ისეთ პერიოდს დაემთხვა როცა საპარლამენტო არჩევნები იყო ქვეყანაში და მქონდა შესაძლებლობა იმისა რომ დავაკვირდეთ ძალიან ახლოდან თუ რა ხდება ქვეყანაში და რა ხდება პრაქტიკაში და რა არის თეორიაში ხო იმიტომ რომ ჩვენ ვაკვირდებოდით და რეგიონებში მithumetes ხო ვაკვირდებოდით რომ როგორი პოლიტიზირებულია სკოლები ანუ ის ადამიანები რომლებიც ვთქვათ სკოლის მენეჯმენტი ევალებოდათ და ამ მიზანს უნდა ემსახურებოდნენ როგორ ხდებოდნენ რაღაც ისეთი ასე ვთქვათ პიროვნებები რომელიც ვთქვათ სასკოლო საზოგადოების მობილიზებას ახდენდა პოლიტიკური მიზნებისთვის და შემდგომში რომ დავინახეთ ხო ეს რომ დავინახე პირადად მე სიმართლე რომ გითხრათ მქონდა რაღაც იმედგაცრუება და ისეთი შთაბეჭდილება რომ აი მაგალითად რო ვისწავლი რომ აქვს ამბიცია მიზანი რომ უფრო კომპეტენტური გავხდები ამ სფეროში რომელიც შემდგომში გამოადგება საზოგადოებას ანუ ასეთ პირობებში ხო ასეთ რეალობაში სადაც პოლიტიკური ნიშნით თქვათ ინიშნება დირექტორები ან და გაშვება ხდება მათი პოლიტიკური ნიშნით კიდევ თუ მექნება ის სივრცე ხო სადაც ამ მიღებულ ცოდნას და კომპეტენციას გამოვიყენებ ამის შესაძლებლობა თუ მექნება და ეს მაღელვებდა ძალიან დიდი ხანის ხოთა შორის და ძალიან დიდი გავლენა მომახდინა იმ პერიოდმა ну ჩემს мотивациაზეც და სხვა ყველაფერზეც მაგრამ რა თქმა უნდა ამის მიუხედავად ჩვენ ვცადეთ რომ მაქსიმალური მიგვეღო იმ კურსების ფარგლებში რომელიც ასე ვთქვათ ქონდა და გვაქვს კიდეც ჯერ არ დამიმთავრებია ამ პროგრამის ფარგლებში ეს რა თქმა უნდა მოიცავდა სხვადასხვა ასე ვთქვათ მიმართულებებს როგორც ანუ იმ შესაძლებლობას გაძლევდა რომ უნდა ჩამოყალიბდე ისეთ ლიდერად მიეღო ისეთი ცოდნა რომელიც სკოლის მენეჯერს და ლიდერს სასწავლო ლიდერს ახასიათებს რომ გაეცნო სხვადასხვა ტიპის ასე ვთქვათ როგორ ვთქვა ლიდერობის და მმართველობის ფორმებს მათ შორის პოლიტიკის როგორ უნდა შექმნა პოლიტიკა როგორ უნდა გააკეთო ადვოკატირება და ასე შემდეგ და კიდევ შიდა და გარე შეფასების მექანიზმები კიდევ სხვა ბევრი რაღაცა რომ მაქსიმალურად როგორ ვთქვა ყოველმხრივ რომ კომპეტენტური რო გახდე და შემდგომში ეს გამოიყენო პრაქტიკაში თუმცა როგორც თქვი ან ძირითადად რეგიონებში და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მithumetes როცა გვაქვს ასეთი სიტუაცია სადაც ძირითადად დირექტორები კი არა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები არიან და ძალიან მოწყობილები არიან სხვათა შორის რომ რადგან დიდად არ გააჩნიათ კომპეტენცია და ზოგს შეიძლება ენობრივი კომპეტენციას არ იყოს საკმარის დონეზე რომელიც შემდგომში მათ ხდის მოწყვლად ასე ვთქვათ რგოლად რომ შემდგომში მათზე ძალიან ადვილია გავლენის მოხდენა ალბათ როცა ვფიქრობ ამაზე ხო ამ პროცესებზე მიჩნდება ეს განცდა რომ ალბათ მიზანიც ეს არის რომ უფრო ადვილად მართვადი
კადრი, მენეჯერები იყოს, რომელიც შემდგომში არ შექმნის არავის პრობლემას რა თქმა უნდა პოლიტიკურ ნიშნის პრობლემას. და ერთ-ერთი რამ როცა ჩვენ ვსწავლობდით ხო, ძირითადად გვიწევდა დისკუსია, საუბარი, თუნდაც სხვადასხვა აქტივობების გაკეთება ამ პროგრამის ფარგლებში და ძირითადად ეხებოდით თანასწორობის და თანაბარი შესაძლებლობების თემებს, რომელიც ძალიან აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში, ხო? რადგან ჩვენ ვიცით და ითქვა კიდეც თქვენც თქვით და ჩვენ მეგობარმაც თქვა როგორი სიტუაცია, როგორი განსხვავება, ანუ რესურსების ასე ვთქვათ უთანაბრო განაწილება ქვეყანაში, როგორი განსხვავება ქალაქსა და სოფელს რეგიონებს შორის და როგორ ახდენს ეს გავლენას, სხვადასხვა საერთაშორისო ტესტირებებითაც მტკიცდება ეგ, რომ ძალიან ზოგადად ოჯახის და ზოგადად იმ რეგიონში მცხოვრები ადამიანების ასე ვთქვათ, მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა პირდაპირ არის დაკავშირებული და ძალიან ბევრ რამეში, პრობლემაში, როცა ვიკლავთ, მივდივართ იქამდე. და აქ როცა მიიღება ასეთი ძალიან ზოგადი და მასშტაბური, ეგრეთ წოდებული რეფორმები, როცა ცხადდება ესეთი რეფორმები, ძალიან მოსალოდნელია, რომ ძირითადად არ არის გათვალისწინებული ისეთი ჯგუფების ინტერესები საერთოდ ხო, როგორიც იქნება მაგალითად ეთნიკური მცოცებები, თუნდაც სხვა სპეციალური საჭიროების მქონე ჯგუფები და ამ შემთხვევაშიც ვიხილეთ ეს და ეს არის ალბათ ერთ-ერთი ძალიან ცხადი, ასე ვთქვათ, როგორ ვთქვა, სურათი იმისა, თუ რამდენად ვერტიკალურია ხო ეს პროცესები, ეს ეგრეთ წოდებული რეფორმები, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, მაგრამ არავის უფიქრია იმაზე, რომ მაგალითად რა ბედი ეწევა იმ სტუდენტებს, რომელიც ჩაირიცხა 1+4 პროგრამაზე, გადის მოსამზადებელ პროგრამას და შემდგომში გადაწყვეტილი აქვს უკვე რომ პროგრამაზე ისწავლის, მაგრამ ეხლა რაღაც იმას რეფორმას დაანონსებ და ხლა იტყვი რომ მე სხვაგან გადასვლა შეგიძლია ან რამეს მოვიფიქრებ და ესეთი გამოდის ფაქტობრივად და ჩემი აზრით როცა გაჟღერდა საერთოდ ეს ყველაფერი ხო ეთერებში და სხვაგან როცა გაჟღერდა მაგის მერე დაიწყეს უკვე სწავლა და სცადეს ვითომ ალტერნატივების ასე ვთქვათ შეთავაზება რომ მაგალითად გავაადვილებთ რაღაც შევწვით კანონმდებლობას და შეძლებთ მობილობას უფრო გაადვილებული წესით და ასე შემდეგ, თუმცა აქ ვფიქრობ, რომ ჯერ ერთი უფლებრივი საკითხიცა, იმიტომ რომ იზღუდება მათი უფლებები, ხო? მაგალითად, ჩარიცხულია ამ უნივერსიტეტში დააპირებს იმ პროგრამაზე სწავლის გაგრძელებას, რომელიც აკრედიტაცია აქვს გავლილი და ეხლა ხდება ასეთ რეალობას. და ამასთან კიდევ როგორც მეც გავლილი მაქვს ეს 1+4 პროგრამა თესეულში, მაგრამ სხვათა შორის ილიაზე ვისაც ვიცნობდი, ვისაც გავლილი ჰქონდა ილიას მოსამზადებელი პროგრამა, ყველა აქებდა რომ ძალიან ვისაც ჰქონდა ძალიან დაბალი დონე ქართულში, აქ რო გადიოდა მოსამზადებელ პროგრამას ძალიან კმაყოფილი იყო ამ პროგრამით და სულ ამბობდა იმაზე, რომ თუ როგორი ასე ვთქვათ თანამედროვე მეთოდებით ხდებოდა სწავლება, მიმდინარეობდა და როგორი შედეგიანი იყო. და აქ როგორც ეს მე თავად გავლილი მაქვს, ძალიან კარგად ვიცი, რომ თუ რა რთულია ის ადაპტაციის პერიოდი, მაგალითად რო გადიხარ მოსამზადებელ პროგრამას, ქართულის მოსამზადებელ პროგრამას, ჯერ უნდა ესაუბრო იმ ადამიანებს, ვინც უკვე მაგ ფაკულტეტში სწავლობს, რომელშიც შენ გინდა რომ ჩაირიცხო და ჩააბარო, შემდგომში რომ დაამთავრებ, რომ აირჩიო, უნდა ესაუბრო კიდევ სხვა რაღაცები მათი გამოცდილებები უნდა მიიღო და აქაც იგივე ხდებოდა, ხო? როცა მოსამზადებელ კურსია ვიღაცა
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მის ძინამორბედებს უფრო მაღალი კურსის სტუდენტებს ესაუბრება კიდევ არის ხოლმე ადრეც იყო რაღაც შეხვედრები ინიშნება ონლაინ შეხვედრები თუ ფიზიკური შეხვედრები ინიშნება და ერთგვარი გამოცდილების გაზიარება ხდება რომ შემდგომში ადაპტაცია უფრო ადვილი იყოს ნუ რა თქმა უნდა ესეც თლად კიდევ არის გამოწვევები ნუ მეც მქონდა ეს სირთულე როცა გადავედი და კოვიდის პერიოდში რო გადავედით მოსამზადებლიდან პირველ კურსზე ეგ უფრო ორმაგად გამიჭირდა მაგრამ მაინც აქვთ ხოლმე გამოწვევები როცა ბაკალავრიატს იწყებენ მოსამზადებლის სტუდენტები იმიტომ რომ თან ადაპტაციის პრობლემა იმიტომ რომ კონკურენცია უწევთ მაგალითად ეთნიკურად ქართველებთან სადაც მათი ასე ვთქვათ მშობლიური ენა და მანამდე მოსამზადებელშიც ხო აზერბაიჯანულ ენოვან და სომხურენოვანებთან ხონდა კომუნიკაცია და შეიძლება რაღაც არ იგრძნო თავის საკმარისად რომ მაგალითად ხო რომ ან რომელიმე თემაზე მეც უფრო კარგად ვისაუბრებ მაგათაც ვიდრე ჩემი თანაჯგუფელი და ამიტომ არის საჭირო რომ ასეც ხდება პრაქტიკაში რომ მანამდე როცა ბაკალავრიატს დაიწყებს მანამდე ხდება ერთგვარი უკვე გაიაზრებს ხო სტუდენტი რომ რაღაცები უნდა ისწავლოს რომ ადაპტაციის ის ეტაპი უფრო ადვილი იყოს მისთვის და ზუსტად ეს არის ერთ-ერთი იმის მაგალითი რომ ეს პროცესი არის ძალიან ვერტიკალური და უკან რომ დაუბრუნდეთ ამ პროგრამას ჩვენს პროგრამას როცა ვთქვი არ არის ძალიან უკმარისობა და დეფიციტია ამ კადრების ხო რეგიონებში და ამ პირობებში ხდება წარმოიდგინეთ შეკვეცა და 5 სტუდენტის მიღება შეგიძლია თუ მაშინ როცა რეგიონებში ძირითადად არ არიან მენეჯერები კომპეტენტური და უფრო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები არიან რომლებიც პარალელურად შეიძლება საკრებულოში ან მერიაშიც მუშაობდნენ ასეთ პირობებში სამწუხაროდ გვიწევს და ასეთი რეალობა გვაქვს სამწუხაროდ და ბოლოს იმას ვიტყოდი რომ ამ პროგრამის ფარგლებში კიდევ ჩემი აზრით უფრო კომპეტენტური კადრები გვექნება, გვეყოლება და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე და ერთ-ერთი რამ რაც კიდევ ამ პროგრამის ფარგლებში ვისწავლეთ იყო ის რომ ერთ-ერთი კურსის ფარგლებში ლიდერობაზე როცა გქონდა და ჩემი სხვათა შორის პრეზენტაციას ჯგუფური პრეზენტაციას მაგაზე გქონდა ჩვენი ეთიკურ ლიდერობაზე რომელიც ეფუძნება არა კონკრეტულ შედეგს არამედ პროცესს და ღირებულებებს და რაც არ უნდა მოხდეს ხო რაც შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს ეს პროცესი ჩემი აზრით უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე რომ ჩვენს ღირებულებებს არ ასე ვთქვათ უყალათოთ და ყველაფერი გავაკეთოთ რაც კი შეგვიძლია დიდი მადლობა რუსლანს, დიდი მადლობა მარიამს თავიანთი სიტყვისათვის და თუნდაც აი ამ გამოცდილების გაზიარებისათვის, რომლებიც ჩვენთვის ძალიან კარგი მოსასმენი არის და აი ამ რეფლექსიას სიამოვნებით უსმენდი. თუ გექნებათ ან კითხვა, ან მოსაზრების გამოთქვა თუ გიგინდათ დარბაზიდან. ძალიან დიდი მადლობა განსაკუთრებით მარიამს და რუსლანს და ხავ ამბობდით რომ ჩვენ კი ერთმანეთს და მანენას ვიცნობთ და რა ვიცი ყველგან გარეთ შიგნით ყველგან გვინახავს ყველა პროტესტზე და ყველა დისკუსიაში მაგრამ ამ პროცესმა პირველ რიგში მართლაც ჩვენი სტუდენტები გაგვაცნო და მე მგონია რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ახლა მარიამი რომ ისეთი რიხით და შემართებით ყვებოდა ისეთი თავდაჯერებით ყველაზე კარგად დაინახა მან რა არის ამ სკოლაში საჭირო და რუსლანი რო ყვებოდა იმაზე რა უნდა გაკეთდეს იქ თუნდაც იმ რეგიონში, იმ თემში, საიდანაც თვითონ მოდის და როგორ შეიძლება უკეთესად ავთქვათ, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ
მინდა მათ უთხრა რომ დააგვიანდათ ამ დეფორმის გატარება. არ არსებობს ამის გატარება. არ არსებობს, იმიტომ რომ ეს ადამიანები უკვე არსებობს, უკვე ამ პროგრამებს ყავს არაერთი ალუმნი, რომლებიც ადგილზე მუშაობენ და რაც თორე ისინი არიან ადამიანები, რომელსაც ეს იდეები ჩააქვთ იქ. დააგვიანდათ ძალიან ამის გატარება და წარმოუდგენელი მგონია. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რომ აი ეს კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეთ და აგერ ხუმრობით ვამბობდით, რომ რა მაგარია, ჩვენ კი უფრო უკეთ გავიგეთ ერთმანეთისა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ რწმენისთვის და აი ასეთი როგორ გითხრათ, დამაჯერებლობით საუბრისთვის და დარწმუნებული ვარ, როგორ უკეთეს საზოგადოებას, უკეთეს ქვეყანას და უკეთეს სამყაროს მივიღებთ, მას შემდეგ რაც თქვენ უკვე ამ თქვენს იდეებს ადგილზე განახორციელებთ. მადლობა. მანანა შენს მადლობა. არა. ასკარად ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ესეთი ემოციური იყო თქვენი ეს მოყოლა, რასაც თქვენ გამოცდილების შესახებ ვიძახდით. ეხლა ამ სტუდენტებს შორის არ არის მასწავლებლის მომზადების პროგრამიდან სტუდენტი და მე რაღაცად იმ პროგრამაზეც მინდა გითხრათ 1-2 სიტყვა. საქართველოში თითქმის ყველა უნივერსიტეტს აქვს მასწავლებლის მომზადების პროგრამა, მაგრამ ჩვენთან ირიცხებიან, აი საშუალო ქულა რო აიღოთ იმათ შორის ყველაზე მაღალქულიანები. ანუ ჩვენი მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე უფრო დიდი კონკურსია, ანუ უფრო წარმატებული სტუდენტები ირიცხებიან, რაც მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია იმისთვის, რომ ეს პროგრამა არის ამ სფეროთი დაინტერესებული სტუდენტებისთვის ძალიან ღირებული. მეორე საკითხი, რაზეც ასევე მინდოდა მეთქვა, რომ აი ეს აბსტრაქტივით რო არის რეფორმა 4 გვერდიანი თუ რეფორმის აბსტრაქტი თუ რაღაც ქვია, იქ კონცეფცია, იქ არის პრობლემები ჩამოყალიბებული, რომელზეც ძირითადად ჩვენ ვლაპარაკობთ ამაზე, ვინც ამ სფეროში ვართ ჩართული და იმ სიის გაგრძელება ასევე ჩვენ კიდევ უფრო მეტიც შეგვიძლია ვთქვა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ამ პრობლემების გამომწვევი მიზეზები არ იყო დასახელებული და გაანალიზებული, ეგრევე იყო რაღაცა თავისი გადაწყვეტილებები მიღებული. მაგრამ მე გეტყვით მიზეზებს, თქვათ, აი, რატო არ არის მაგალითად რაღაცა ხარისხიანი, ხო, ამ პრობლემაზე რომ ვლაპარაკოთ და განსაკუთრებით მინდა შევეხო არაქართულენოვან სკოლებში როგორ მიდის სწავლება და როგორ უდგება სახელმწიფო აი ამ სკოლებში განათლების ხარისხს. ჯერ ეს ერთი თუ არის სექტორი, აუცილებლად არის მეორე ცვლაში. მეორე ცვლა ნიშნავს, რომ არ აქვთ 45 წუთიანი გაკვეთილები, აქვთ 30 წუთიანი გაკვეთილები და სახელმწიფო მათ პარავს იმ დროს, რაც უნდა გაატარონ სკოლაში. ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი არის ის, რომ თქვენ რო წარმოიდგინოთ აი უბრალოდ მე შეხება მქონდა და უბრალოდ ერთი საგნის მაგალითზე ბილინგური სწავლების დანერგვა მიდის, რომელიც მეთოდიკა არის შემუშავებული სამინისტროს მიერ და არა თქვათ უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული კვლევაზე დაფუძნებულ თქვათ რაღაც გადაწყვეტილებებს კი არ ეფუძნება. უცებ სამინისტროში მოიფიქრეს, რომ ბილინგური განათლება ბუნებისმეტყველებაში რას ნიშნავს 30 წუთიან გაკვეთილში 15 წუთს აზერბაიჯანულენოვანი მასწავლებელი უყვება რა არის გლობუსი და მერე შემდეგი 15 წუთი ზუსტად იგივეს უყვება ქართულენოვანი მასწავლებელი რა არის გლობუსი. ეს არის ამ მოსწავლებისთვის დაცინვა, ხალხო, წარმოიდგინეთ. აი ეს არის ან რანაირი გაკვეთილი უნდა იყოს, რა ინტერაქციულ სწავლებაზეა, რა კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებაზეა. სტუდენტები რომ მოვიდნენ და რო დაესწრენ ამ გაკვეთილს, იყვნენ შოკირებული და რაღაცეთ მიწევდა მათი დამშვიდება და უთხრა რომ ნუ აი რაღაც თქვენ გაქვთ შესაძლებლობა რომ უფრო საინტერესო გაკვეთილები შესთავაზოთ და გააკეთოთ. აი გაკვეთილი წარმოიდგინეთ, ეს კიდე კაი ვარიანტია, როცა 15 წუთი 15-ზეა. 15 წუთიო მასწავლებელმა აუსნა გლობუსიო, მერე ქართულენოვანი მასწავლებელი მოვიდა და ბავშვებს ქართულად კითხა: "აბა რომელი ძუძუმწოვარი ცხოველები იცით?" და ბავშვმა უპასუხა: "ძროხა, ყოჩახ." და მერე ისევ აზერბაიჯანულენოვანი მასწავლებელმა გააგრძელა ბუნება. ხახო, რა არ ვიცი, კვლევები აჩვენებს, რომ კატასტროფული მდგომარეობა და ჩვენ აი სამინისტროში დადგენილი მეთოდიკით ყველგან შეუმოწმებელი რაღაცით ვაგრძელებთ ამას. ეს არის დაცინვა ამ
ამ ადამიანების და მოსწავლეების დაცინვა, რაც ხდება ჩვენ სკოლებში. და იმის ნაცვლად, რომ ეს მიმართულება გავაძლიეროთ და სადაც რაღაცა საინტერესო ახალი სიახლეები შედის, აქ ამცირებენ ადგილს და პროგრამას აუქმებენ. კარგით, მადლობთ. ისიც უნდა ვთქვათ, რომ რამდენადაც მე ვიცი 4+1, რომელმაც მართლა შეცვალა, მართლა შეცვალა, მე ვფიქრობ, ეროვნული ინტეგრაციის ყველა მართლა ადამიანები გავერთიანდით, ხო, ერი გააერთიანა, როდესაც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები იყვნენ სრულიად გაუცხოებული ერთმანეთისაგან. და შეიცვალა. იმის მაგივრად, რომ ამ წლების განმავლობაში ყოფილიყო აი ზუსტად 4+1-ის დამატება ყოფილიყო თანხების და უფრო მეტი და მეტი ადამიანები მოზიდულიყო, ყველა მიმართულებით არის გაზრდილი, თქვათ, გარკვეულწილად ბაკალავრის დაფინანსება და ეს არის ბევრი მიმართულებით. აი ამ მიმართულებით არ გაიზარდა, ხო? ესეც და არასაკმარისი არის. და მე მახსოვს მაგალითად ერთ-ერთ წელიწადს, როდესაც იმის გამო, რომ განათლების სამინისტრო და ზოგადად არასაკმარისი ყურადღება მიაქციეს ამ ახალგაზრდებს, ხო, მე-12 კლასში ირჩევდნენ მხოლოდ 2 უნივერსიტეტს, პირველს და მეორეს და მერე არ ყვევდნენ, რომ თურმე მათი ქულებით შეიძლება და რომ ჩარიცხულყვნენ სხვაგან, ხო? და ერთ წელიწადს მახსოვს, რომ აზერბაიჯანული და სომხური ეთნიკური ჯგუფები მოითხოვდნენ, რომ ჩვენ ფულს გადავიხდით და +4+1-ზე ვისწავლით. ანუ ადამიანები ითხოვდნენ, რომ ქართული სწავლებისთვის ფულს გადავიხდით და არ ჩარიცხეს, იმიტომ რომ რაღაც, რა ვიცი, ხა რაღაცა ბიუროკრატიული რაღაცა სიგიჟე იყო, ხო? ეს პრობლემები იყო და ანუ ეხლა რასაც აკეთებენ, ის საერთოდ წარმოუდგენელი არის მართლა, ხო? მადლობა თქვენ მართლა, ხო, მადლობა ყველას. შენ ქართულად ლაპარაკობ, მე ვიტყვი. მოგესალმებით, ხო. ესე იგი 1+4-თან დაკავშირებით ბატონმა სერგო მახსენა გადავიხდით ხო ჩვენი ჯიბიდანო ქართული ვასწავლეთ ხო. თავიდან როდესაც შეიქმნა 1+4 პროგრამა, იყო 100 უფასო ადგილი დაშვებული. ეს იყო წამახალისებელი ნაბიჯი და შემდგომ იმდენად მოიმატა სტუდენტების რაოდენობამ, რომ გადააჭარბა რამდენიმე ასეულით ამ 100. ახლა გონი შარშან ისევ 100 დაემატა ჩვენი აქტიურობის ფონზე და 200 გახდა. რაც საფუძველშივე არის ძალიან მცდარი, რადგან ამ პროგრამის დაშვებით სახელმწიფო აღიარებს, რომ საჯარო სკოლის პერიოდში იგი ვერ ასწავლის სახელმწიფო ენას თავის მოქალაქეს. და სახელმწიფოს პრესტიჟი და ღირსების საკითხი გახლავთ ის, რომ 1+4 პროგრამის ფარგლებში მხოლოდ პირველ ქართულ ენაში მოსამზადებელ კურსს გულისხმობ, დაუშვას უფასოდ საერთოდ ესე იგი მოხსნას ეს თანხა, რომელიც შეადგენს ყოველწლიურად 2250 ლარს, რაც შეიძლება ყურისთვის მთლად ისეთი არ იყოს, რომ ცოტა და მით უმეტეს თუ გავანაწილებთ სემესტრებზე არ არის იმდენი, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ ეს ხალხი ჩამოდის რეგიონიდან, ქირაოს ბინას, კომუნალური აქვს, კვების ფული ხარჯები აქვს და კიდევ ესე იგი ტრანსპორტის, ხო? ამას ვერ მივაღწიეთ და სახელმწიფო აფინანსებინებს მეზობელი ქვეყნის სახელმწიფო კორპორაციას საკუთარი სახელმწიფო ენის, საკუთარი მოქალაქისთვის სწავლების ამბავში. ინტეგრაცია ახსენეთ. რანაირი ემპათია უნდა გამიჩნდეს მე მოქალაქეს, როდესაც გამიჩნდება მეზობელი სახელმწიფო კომპანიის მიმართ პირველ ყოვლისა, რადგან ჩემი ქვეყანა მე მართმევს ფულს ამაში და ახლა ქართული ოცნების წევრებმა ივიშვიშეს იმაზე, ესე იგი, ფარისეულურად, რომ ვითომ ეს დისკრიმინაცია ყოფილა ეთნიკური ქართველი ბავშვებისა, რადგან არადომინანტური ჯგუფების წარმომადგენლები უფრო ადვილად ხდებიან თურმე უნივერსიტეტში. სად არის აქ სტრატეგიული გააზრება, სად არის სტრატეგიული თანმიმდევრული პოლიტიკა? საბავშვო ბაღების არსებობა ღმერთმა დაგიფაროთ. საერთოდ არ არის
ვითხოვთ საქველმოქმედო ასე ვთქვათ, შემოწირულობებით თუ ასე შემდეგ ჩვენი თემი აპირებს თვითონ ააშენოს. ოღონდ მე ეს მერიამ უნდა გადაიბაროს, მაგრამ ამასაც აშვებიან, რომ ესე იგი, საბავშვო ბაღებში, ბაღებიდან დაიწყოს ბავშვმა სწავლა და შეთამაშება ქართულთან თუ შეიძლება ითქვას, რომ მე სკოლაში კიდევ უფრო გაუმჯობესოს და რუსლანი რასაც ამბობდა ადაპტაციის ამბავი, უჭირთ აკადემიური ქართული, პროფესიული ქართულის ათვისება, იმიტომ რომ მან იქ საკომუნიკაციო ქართული ისწავლა. და პროფესიულში პირდაპირ ესე იგი შოკს იღებს ეს ადამიანი, სტრესში ვარდება, უცებ უამრავი რაღაცა ტერმინი, გაუგებარი მომენტი ჩნდება და მან ფეხი უნდა აუწყოს ამ ყველაფერს. ყველა ვერ უძლებს და ანებებს ზოგიერთი. და სელექციურად ხდება დღეს რომ რუსლანი მოგწონს, ჩვენ არ ვიცით რამდენი ოფლი და ცრემლი ღვარა მან რომ ამ დონეზე მოსულიყო და გადარჩა, ასე ვთქვათ, სელექციურად გადარჩა. და მოვიდა ჩვენამდე. აი რატო ხელშეწყობის ნაცვლად დამატებით ბარიერებს რატო უწესებთ ამ ჩვენს მოქალაქეებს და მით უმეტეს გვინდა ინტეგრაცია და შემდეგ მაგას ვერ ხვდები და ეს არის ანტისახელმწიფოებრივი თავისი არსით. კიდევ პედაგოგებში რაც მე თვალში მხვდება, ჩვენ მოგვიწევს ალბათ დავამატოთ, რომ მათ საქართველოს ცხოვრები ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების კულტურაზე, რელიგიაზე ზოგადად დღესასწაულებთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია უნდა გქონდეს და გააჩნდეს. იმიტომ რომ აი ეს მომენტები შემდგომ გაუგებრობა იწვევს რაღაცა კონფლიქტებს. ან შეიძლება მასწავლებელმა თვითონ არ განიზრახოს ეს, მაგრამ მისმა ქცევამ ერთგვარი დისკრიმინაციული ხასიათი ესე იგი შეიძინოს, ან თუ გნებავთ გარკვეული პროზელიტიზმის ნიშნებიც გამოავლინოს თუნდაც საგეოგრაფიის სწავლებისას, ხო? და ეს უნდა იყოს არა მხოლოდ იმ მასწავლებლებისთვის გასათვალისწინებელი, რომლებიც ეთნიკურად თუ რელიგიურად უმცირესობების სკოლაში ასწავლიან, არამედ არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩვენ ვზრდით მოქალაქეს, რომელიც საზოგადოებრივ და საჯარო სივრცეში ერთმანეთს გადაიყრებიან, რომლებიც და მათ ერთმანეთისა უნდა იცოდნენ და უნდა გაეგებოდეთ. ასეთი რამ მხოლოდ ვთქვათ ეთნიკური უმცირესობების თუ რელიგიური უმცირესობების დაკომპლექტებულ სკოლების მასწავლებლებს და პედაგოგებს არ ეხება. დიდი მადლობა.